როგორ იგრძნობა ასეთი დაშვება? შიგნიდან. დიახ, ზოგჯერ თვითმფრინავის დაფრენის დროს ბევრს ძალიან დიდი შიში ეუფლება. არადა სინამდვილეში, გარედან თუ შევხედოთ, ოდნავ პატარა გადახრას თუ შევნიშნოთ. მაგრამ რა არის ამისი მიზეზი? ხშირად უხეში დაშვება არის მფრინავის შეგნებული ქმედები. თუ დასაფრენი ზოლი სველი ან ძლიერი გვერდითი ქარია, მფრინავი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად და მჭიდროდ შეახოს ბორბლები მიწას. რბილად რომ შეახოს, შეიძლება მოცურდეს. და ნელა რომ დაეშვას და შეაყოვნოს შეხება, შესაძლოა ქარმა წაიღოს. როდესაც კი სწრაფად დაეშვება და ბორბლები შეეხება მიწას, ავტომატურად ჩაერთვება დამუხრუჭება და ფრთაზეც ამოვა დამუხრუჭების ზედაპირები. ასე თვითმფრინავი უკვე მდგრადია და იწყებს სტაბილურ გაჩერებას. ეს ქმედებები არ არის მფრინავის გამოუცდელობა ან შეცდომა. ეს პირიქით გამომუშავებული ტექნიკაა. მაგრამ რატომ არის ასეთი საშიში შეგრძნება კაბინაში? თვითმფრინავი ათეულობით ტონის სიმძიმისაა და მცირე სიჩქარის ან მიმართულების ცვლილებაც კი იგრძნობა კაბინაში. ეს ცვლილებები გადაეცემა თვითმფრინავის კორპუსზე, შემდეგ სავარძლებზე და თქვენ ამას მთელი სხეულით გრძნობთ. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ თითქოს ბევრად უფრო ძლიერი რყევებია, ვიდრე სინამდვილეში. როგორც ყავის ჭიქა, თითქოს ოდნავ შეეხე და ყავა უკვე მთელ მაგიდაზე დაქცეულია. საინტერესო იყო? ასეთი და სხვა საინტერესო ამბებისთვის გამოიწერე არხი.